ამ აეროგრის ფიქრობს და არ ვიცი ნახოთ მოგვეწონა ეს. როგორ მომეწონა. ნახე ისა თან ჩაულებრივი უთოა და თან ესეთი ის ორთქლის უთო. ანუ ორი ერთია რა. ძალიან კაი რამეა. აი ეს. ამასაც ვფიქრობთ. აი ეს კაი. ეს მიდია მომწონს. ძალიან. ფუნქციები აქვს სხვადასხვა რაღაც კუქინგ არის და კუქინგი გადაწყვეტეთ აი ესეთი მიდიას აეროფილის ყიდვა. მე ვფიქრობ ძალიან კარგი საჩუქარია და მე ვფიქრობ ძალიან კარგი საჩუქარია და მოეწონება ფატის, არ ვიცი, მე ძალიან მომწონს აეროგრილი, ძალიან კარგად ვიყენებ. დედაჩემსაც აქვს და ვფიქრობ, რომ ფატისაც გამოადგება. იმედია რომ მოეწონება და რაც სწორია გამოიყენებს. თან ძალიან მაგარია, როგორ მომწონს ვიზუალურადაც ესეთი სენსორებზეა. მე კიდე ლაშა თხილის მაგრამ იქ უნდა დავდგეთ. რა. იყიდოთ თხილის მაკოფე. შევდოთ ეს მანქანაში ბოლბოტელებს. და მე მოვიდე. ლაშა ხარკე. აი დედასაც მოყიდე საჩუქარი, მალე დედაჩემის დაბადების წელი და საჩუქარი. აბა რა იყიდე გვანა. აი ესეთი უთო ორი უთო და ჩაოლებრივი უთო ერთად არის. და ძალიან კაია. ძალიან მაგარი. და ჩარჩო. მერე ესეთი სარკინი შემოსასვლელი. მიყიდო თქო ეხა არა რა. ყველაფერს იყიდის. პირდება. დაიმახსოვრე. ჩარჩოები სადღაც 30-40 ჩარჩოები. ესე ხო? არა 30 კილომეტრი რა არის. იმატოთ იყიდება აი წვანი მაკოფედა ხა? აი ეს ვიტო. მაგასაც ეძებდი? ესეთი ხო გინდა? ხო, ეგეთი twinda. მაგრამ ჯერ ის წვანეებიც აიღე რა. წვანები მართლა არ შეგამერე. ნალიტაი. მოკეთ ხა ყოველთვის აკრაც არის. რამდენია ხო? რაც ხელში რასაც დაიჭერ აი. ტელეფონი ვიშ ჩაიდე. მოდი მაგებს მე დაგიჭერ და შენ რასაც მოერევი მაგარებს აი ყავებს აი. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდე. მომეც მე ჩავიდებ ამას. შენ ტელეფონს. იმეებსაც იღებ? აირე, ხო? ბევრი აირე. რამდენს ცირა გააჭირე. სვიტში ჩაიდე. ზამო. სხვაგან არ იყიდება ეს წვანე მაკოფეები და მოკლედ მაგამ გადაწყვიტა. საჩუქარი ვიყიდეთ, მაკოფეები ვიყიდეთ და ეხლა მივიდივართ სახლში. ძალიან გვინდა რომ რაღაცეები ავიღოთ ხელი ესე თავისით გარვით, მაგრამ იკავებ თავს, იმიტომ რომ ხვალ მივდივარ და რა აზრი აქვს ეხლა პროდუქტების ყიდვა ჯობია რომ მოვათ, მე ვიყიდოთ. არის სუში ვიყიდით. მოკლედ სუში და მარწყვი მაინც ავიღე. აი ამ ქალბატონის გამო. აი შიამშიაო რო თქვა, თურმე ეს ქონდა. აი ამაში რო ასლას გადაიხდი, გადამიღე. შეხვალ ეხლა 30 ხინკას შეჭამდა. ეს საქმეა ხა. ძალიან ბევრია. ნახე რა. აი თურმე რა უნდოდა. აი თურმე რა გინდოდა. აი 30 ხინკას შეჭამდა. აი ხაჭაპოს და გამოხომ შენებად ყოხტად ლამაზად და. არა, აი ისე მითხრა მშიაო.
უკვე თვალებში აი ეწერა რა უნდა ეს სუშები. გულები და სუში. არ გამოვადი, მაგრამ ვინ დაგაბარა, ვინ ეგეც თქვი. ნატალი ეგრე ის პონჩი რო გაიგო წავთ სუში. თავის დამწააქეზა. ნატალის არ უნდა უცხო, თუ ის ტვენში მოდი ქართო და სუში ზედა გაქვს რა. ო. და კიდე არის ერთი ცალი იქეთ. ფილადელფია. ხო, ფილადელფია ცალ. ხო, მოკლედ აი ესეთი სუში ვიყიდეთ. მარიტას თხოვნით, მაგრამ გაირკვა რა ნატალის თხოვნით. მე ნატალიმ დაავალა. ესეთი ოპერაცია ჩაეტარებინა. ჯერ გაყვა, გამოყვა შობლებს. ლა და ბოლოს სუში. ხო, აი ეს ტიქებიც ვიყიდეთ. ესეთი ორი ცალი. ესეთი ლამაზი, მარიტას მოეწონა ძალიან. და ის მარტყვი და სუში და ეს მაკოფრეები ძალიან ბევრი. ნახე რამდენი მაკოფრე ვიყიდე. და ეს ხო საერთოდ არის ისეთი უთო. თევზოს მოგცემ ყველა, ანუ თევზით არის მარტო ფილადელფია. მარტო ფილადელფია თევზი. აი ეს არის ფილადელფია. ეს დანებიანი. მოკლედ დღეშა ვერ შევაცდინეთ სუშიზე. როგორც ყოველთვის 1 2 3 4 აი ძალიან მომეწონა. ხუთნაირია. მოკლედ მეგობრებო, მივდივართ წყალტუბოში. ეხლა გავჩერდით საგურამოს გადასახლებთან. მოკლედ აი ესეთი საცხობი, სადღაც იქეთ არის შაურმა ნაკვერჩხალზე და ძალიან გვაინტერესებს ადრე გვიტანეს რომ გემრიელი არისო. ძალიან გვაინტერესებს, უნდა გავსინჯოთ თანდილიდან არაფერი არ მიჭამია. დღეს მთელი დღე ვალაგებ, ვიბარგები და მოკლედ ბევრი კი არა გვაქვს ხაბარი, ცოტა ხნით მივდივართ, მაგრამ მაინც სადღაც რომ მიდიხარ, ხო იცით და მოკლედ დილიდან არაფერი არ გვიჭამია. ეხლა პატარა ესეთი ის გვექნება წახემსება, იმიტომ რომ თლიანი შაურმის ჭამას არ ვაპირებთ, ნახევრებს შევჭამთ. მოკლედ გავსინჯოთ ეხლა. რამდენი ხა ბურბუშელა თქვენ? შაურმა სად არის? რომე ხა ის კი არა. რამდენი ხანში იქნება? რამდენი ხანში? ეს რამდენი უნდა დავლიო დღეში თუ იცი? ორჯერ. ორჯერ სამჯერ. აუ, რანაირად სვავს წამალ? არ შეიძლება. რანაირად სვავს? ბოკუსა დამაკელა. ვირას დალევს. ხვალების წამალს ეგრე ვინმე სვავს? ვირას დალევს. ბა ჩვენი შაურმები მოდის. შაურმები მოვიდა. დაჭრევინე? მოვიდა. აბა გავსინჯოთ. ფატის და ხუჩას ნაკები შაურმა. აჰა ნატალი. აბა. უციცაკო. ой, მართლა რა მხელებია. კიდევ გავაკეთებინა 20-დანები და შუაზე გავაჭრე. ой, რაღაც კონდა მაშინ. ნახე ეს რა არის? რა მხელა. მაგრამ აქ შევჭამოთ თუ სადმე გავაჩერო ხო მანქანა. წამო საჩელება. აიცა. აი ნახევარიო და ეს არის ნახევარი. აი ჩანს. აი როგორ მოწონს ჩვენი შაურმა. ესეც უკვე მეორეს ჭამს. და ესეც ქუთაის. 20 გრადუსია. ო, ძალიან კაი ამბია. ქუთაისი როგორც ყოველთვის მზიანია. აქ ზერო არის, ის ხალხია თბილი. ჩამოვედით წყალტუბოში დაღლილები. რა თქმა უნდა, ფატიმ დაგვახედა გემრიელობები. რამდენი ხანია, რამდენი წელია არ მიჭამია ეს ისა. ხო. რა ქვია ამას ქართულად? ნიბზები, არიაშკი, ხო? ნიბზები. აქ რაღაცა ხდება. სომი ამოდის რაღაც გემრიელობისთვის. შენი საყვარელი ხალი. ეს რა არის? ეგ არის ფილე მომხსნელის პიურე. კაია, ნატალის უყვარს პიურე. აჰა, როგორ ჩანს ლობიანს ამდადე. ჭადი.
ფხალს ჩაადებ და გამოვატარტალეთები. გამოისვა. ესეთი ჭადი გინახეთ ვინმეს? ჭადი არ იყო ისეთი. ხო. იმაში ხო გასკურაში. კარაქში მოზელი ხო. ახლა მოწდი. დარჩენ იქნება არც მოგეწონოთ ესე და ისე იყოს. ჩუმლებული ჭადი, მაგრამ კაი. იცამზად არის სალამაზია. კეთილ ყავა. დღეს ქარია. ყალტუბოში. კაინჯერ ყველას ცინოს ამართა წყალპარაკს. იუბილეა. ფატის უკიდეთ სამწლები და ტორტი. მოკლედ ეხლა ცოტა ხანში ფატის დაბადების დღე არის. ღამის 12 საათზე მივულოცავთ. დღეს ვიყიდეთ ტორტი და გადავწყვიტეთ, რომ დღესვე ვაჩუქოთ საჩუქრები, იმიტომ რომ ვეღარ ვითმით. აი ესეთი ნაკრები დერმატიკის ისეთი ლამაზი ნახატი დაუხატა მარიტამ ბებოს და უნდა აჩუქოს ესე გადასცეს თავის ნახატი. მე მგონი რომ ძალიან ლამაზია, თან მალე აღდგომა არის და ზუსტად ვიცი რომ ძალიან გაუხარდება და მოეწონება ფატის. და მთავარი საჩუქარია ესეთი აეროგრილი. ბა დედიკოს როგორ უნდა მიულოცოთ დაბადების დღე. So, იუბილარი. ბეშუქშა. აბა. ჩაი ფიქრე. მალადეს, გილოცავ. ბედნიერი ყავი. გორი ტორტია. ნახოთ აბა. მოკეთ მოვედით რესტორანში. მეგობრებო, ესე წყალტუბოს რესტორანში მოვედით და ფატის დაბადების დღე უნდა აღნიშნოთ, ესე ვიწროთ წრეში. როგორი ლამაზი გარემოა. ხო, რა კაი გარემოა, ხო? ой, მე ჩემი ლამაზი გოგო, როგორი მაკიაჟი გავუკეთე დღეს, ხალხო. ეს ფოტოებისთვის. და მე მგონი რომ მართლა ძალიან ლამაზი ფოტოსესია გამოგვივიდა, იმიტომ რომ ულამაზესი ადგილია და ძალიან ლამაზი ფოტოები გამოდის. ხო, მუზეუმში წამო. გადაღება ხო შეიძლება? აუ, რა ლამაზია. ძალიან სილამაზეა ჩელოშობაში უნდა ისეთი მეგონა. ნამდვილი მეგონა. კույდამსკ. ძალიან ლამაზია. ატმოსფეროა ძალიან კაი. აუ, ესეთი სოფელში ქონდა ესეთი მაგიდა ზუსტად. ესეთი სტეკრა რა ჭაში არ ქონდა? ისეთი ბუფეტიც, ხო. ის გროლაში ქონდა და ეს ბოლქაში. ხო, და ეს საკიდი. შემოძები ეხაცა გიგი. გიგო მოთხოვთახიო ძელი. ნოსტალგია მოკლედ. აკვანი. ის საკიდიც ეგეთი. შეურები ნოსტალგია რო შემოგაწევა, აქ უნდა მოხვიდე და დაიფიქრო გადაწყდა რა. ძალიან კაი. ისე ნახშირის უთოც. რადიო, ხო ისინი ადრე ყველას კონდეს, ბუფეტები იყო ეს ერთ-ერთი მიღებული და
ეს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის თავობისა. რადიო. ეხლა რო კომპიუტერში ხარ შემძროლი, მე რადიოს უსმენ. ტელევიზორს. ბაბა. თოთი ვაუთავებდით. ვაიმე. ამაში უყრდით ცხელ ნახშირს. სერიოზულად. ეცაცლო წავკახეთში იმ ნახშირს. ამაში მე პირველად ესე ვაქნევდით ესე და ხურდებოდა და ვაუთავებდით ამით. აბა, ძალავაზი. მადლობა. მადლობა. არ დაგლეოდეთ სტუმრები. ახო. მარიტა, ნახე ეს ლამპა. აი, უშუქობაზე ეს ბუნკო. მაგიტო არ გინდა ხო შუქირო ჩაქრე? არ გინდა. ავა, მაგრამ ვერ ვიტა შუქირო ქრება და შენ გიხარია. ვამპირი ვარ. შენ გიხარია ხო? ესე ეგეთ სახში მაგ შეგიძლია წაიღოთ ლამპა. არ მინდა. მადლობა. ვაჯერს. ავა ეს ალმაზია შუშაბანდი. ხო და. ესეც სახლები ეხლა ჭრიჭინებს ის. აი, აბა შევედი. აბა ნახე. ორაკემრილად გამოიყურება ყველაფერი. მადლობა. კაის. ესე იგი ცეზარი შეუყვეთეთ. პიცა. სპეციფიური ხისუნი არის. ბავშვობა მახსენდება. ბებოსთან რო ვიყავი. და თქვენი კარგად ყოფნით, მეც მოგეძნიერეთ. ახლა ძალიან ბოლომდე. აი აქ ყოფილა თევზები. წიმა დაიწყო. გამოვედით. ესეთი ლამაზი გარემოა. წასვლა არ მინდა აქედან. ლამაზისია ყველაფერი. რატო გცივა დე? აბა ხوار გახჭათ. აბა აქ რა არის? სადა ნატალი. წავიდი. მე ნამდვილსკო. ციხარა. ესეთი საინტერესო მუზეუმია. აკეთე კომენტარები. მოგეწონა? ი. გარემო კარგი? საკვები კარგი. მეტი რა გინდა ახლა? რესტორანი კერა ხო? ესეთი ადგილია. უნდა დავტესტოთ ჩვენი ახალი აეროგრილი. ნახოთ აბა როგორ იმუშავებს. აი როგორ ლამაზად განაცდა. ტემპერატურა ჩვენ გვინდა დავუშვათ. კაია. კაი, მოიცადე ტემპერატურა ჩვენ გვინდა 100 პლუს. აქეთ ხო არ არის გინდა. დაიცადე. 90 დავუშვათ და დრო გვინდა. ჯერ 20, 25. აჰა, 25. всё, მიდის. ნახოთ, აბა ჯერ ცოტა ის საქმე. და მე ხო. ერთი 2 წუთი მაინც უნდა რომ ისა გათბეს და რაღაც და მე უნდა ჩადო. ხო. აბა ეხლა ეს ჩავდოთ, ეს არის ფილე, ქათმის მწვადი და გავსინჯოთ. აეროგრილში მოვსინჯოთ როგორ შეიძლება. აი, ჩავამატეთ ჩვენი ფილე. და გააგრძელეთ და დანარჩენი ვნახოთ, ხარ 15 წუთში შევხედავთ. რა არის მანახე? რა გიყიდა ბებო? უსნიაჭნა. ეს რაღაც ახალია? TikTok-ში ახლა ტრენდია უკვე ძალიან. რანუი, სადაურია ეს? გასავი. მოგედიოთ გამოიყურება. პარტია უკვე შევჭამეთ, ხო მეორეს ვაკეთებ.
ნობათი. ფატიმ როგორც ყოველთვის გემრიელობები გამოგვაწინა. 1000-ნაირი. და ყველაზე მაგარი აი ეს არის, აი. კიდევ მინდა გაჩვენოთ აი ესეთი საჩუქრები, რომლებიც ფატიმა ჩუქა გოგოებს და სულ მავიწყდებოდა რომ გადამეღო იქ და ამიტომ ახლა სანამ ყველაფერი აირია და დაირია და სანამ შევალაგებთ თავთავის ადგილებზე, ბარემ გაჩვენებთ რა ჩუქა ნატალის და მარიტას. მოკლედ ეს ვარდისფერი არის ნატალისი, ეს მარიტასი და მოდით დავიწყოთ ნატალის საჩუქრებით. აი ესეთი ლამაზი სამკაულები. აქ არის საყურე, ბეჭედი და ესეთი ლამაზი ყელსაბამი, გულის ფორმის, ძალიან ლამაზი ბრჭყვიალა სამკაულები. ეს არის ორეული, აი ესეთი ზედა არის თავისუფალი სტილის, ზაფხულში ჩასაცმელი, თავის შორტებით. ასე რომ როგორც კი დაცხება, ნატალის უკვე იქნება ახალი ჩასაცმელები. ესეთი ლამაზი კაბა, მოკლედ ესეთი სტილი არის და ჩაიცვა ნატალის ძალიან მოუხდა, სხვათა შორის უკვე გაიზომა. ახლა გადავიდეთ მარიტას საჩუქრებზე. ესეთი კოსმეტიკა, Maybelline-ის ტუჩსაცხი და ასევე მე მგონი თუ არ ვცდები Oriflame-ის ტუში. აქაც არის ესეთი ლამაზი სამკაული, სტილი ერთია, მაგრამ სხვადასხვა რაღაც ფორმები აქვთ, ესეთი მთვარეები, კოსმოსები და სილამაზეები მოკლედ. აი ამაზე გავგიჟდი. ძალიან მომეწონა ესეთი ლამაზი კორსეტის სტილში, ესეთი ზედა. მარიტასაც შეხვდა ესეთი მაისური თხელი საზაფხულო თავის შორტით, ესეთი ორეულები მოკლედ გოგოებს და ასევე ესეთი ლამაზი კაბა გამოსასვლელი. აი ესეთი ულამაზესი კაბა. ბრჭყვიალა და ყველაზე ძალიან მომწონს აი ეს ლამაზი მკლავები. ნახეთ როგორი გამჭვირვალე და ლამაზია და ჩაცმული, სხვათა შორის ძალიან მოუხდა მარიტუნას. ოღონდ აი ამ ადგილას ცოტა დიდად აქვს თითქოს, მაგრამ ჩვენ ვიფიქრეთ თუ რამე კამერს გაიკეთებს, რამე ესეთ ჭყვიალა კამერს, რომელიც მოუხდება. ხო და კიდევ აი ესეთი ლამაზი სამეული გულების ფორმის სამაჯური, ყელსაბამი და საყურეები. ესე ზუსტად აღარ მახსოვს რომლის არის, მე მგონი ნატალისი. კიდე ესეთი გრანდიოზული კაბა მივიღე საჩუქრად. თავიდან მარიტასთვის იყო ეს კაბა, მაგრამ დიდი ქონდა და მე რო ჩავიცი, კარგად მქონდა ძალიან და რა ვიცი, აბა სად უნდა ჩავიცვა, აზე არ ვარ, მაგრამ რამე ისეთი ის თუ მოხდება ჩემს ცხოვრებაში საინტერესო მოვლენა. აუცილებლად ჩავიცმევ ესეთ კაბას, მეგობრებო. ესეთი საჩუქრები მივიღეთ.